მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, გადაცემა ისტორიანი ჯავა სამუშის ერთად ეთერშია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართველთა ეთნოგენეზე, ქართველთა წარმომავლობაზე და ჩვენი გადაცემის სტუმარია ისტორიკოსი გურამ ყორანაშვილი. ბატონო გურამ, მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის და დამეთანხმებით, რომ ეს პრობლემა ქართულთა ეთნოგენეზი დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში და არა მარტო ქართულ ისტორიოგრაფიაში ასთა სხვადასხვაობას იწვევს. მე მინდა პირველი ესვაც შეკითხვით გადმოვიდე თქვენთან და საიდან შეიძლება დავიწყოთ აი ეს კოლევითი მხარე რომ ნახოთ, ანუ ის ისტორიკოსები, ვინც იკვლევდნენ, რომ ჩვენს რადიო მსმენელს, ჩვენს ტელემაყურებელს ჰქონდეს წარმოდგენა, რეტროსპექტიულად გავადევნოთ თვალი, კოლევითი მხარე, რომ ისტორიკოსები, რომლებიც აი ამ პრობლემით იყვნენ დაინტერესებული, არქეოლოგები, თავისთავად ისტორიკოსები არიან, და შემდგომ უკვე გადავიდეთ აი მთავარ პრობლემაზე, თუ საიდან შეიძლება ქართველთა ფესვებიზე თვალის გადევნება, ვინ ვარ ჩვენ, საიდან მოვდივართ, აი დაახლოებით ესეთია ჩვენი დღევანდელი გადაცემის ლეიტმოტივი. ისტორიკოსები, რომლებიც იკვლევდნენ აი ამ პრობლემატიკას და შემდგომ უკვე გადავიდეთ მთავარ სათქმელზე. აი მეტი ინტრიგა რომ მიეცეს, ინტრიგა კარგი აზრით, მეცნიერული აზრით მიეცეს ჩვენ საუბარს. აი დავიწყებ, რომ იმით რომ აი ძალიან გაურკვეველია ჩვენი ეთნოგენეზის გაურკვეველი. თითქოს უამრავი არქეოლოგიური მიღწევა, ასე იწერება მონოგრაფიები ემპირიულ დონეზე, მაგრამ ამით უფრო ბუნდოვანდება საკითხი. ეხლა ანუ რაც უფრო სიღრმეში ჩავდივართ, უფრო ბევრი შეკითხვაზე პასუხი გასაცემი და ხო და აი ეხლა დასაწყისში, აი ეხლა რო ვიცოდეთ ეხლა ხო ვიცოდეთ, ეხლა კი 2000 წელი დაახლოებით წლის წინათ სტრაბონი გვაქვს ძალიან სერიოზული წყარო, საისტორიო წყარო ბერძენი გეოგრაფოსისა და ისტორიკოსის სახით სტრაბონის. და ძალიან განათლებული კაცი გახდათ. ხო და იქ პრობლემა არა 2000 წლის წინათ, რომ კი სვანები არიან, ვიცით რა, კოლხები არიან, აქეთ იბერები და გასაგებია. მაგრამ ამის მერე რო ჩავიდეთ წინ უკვე აი დავუშვათ ქსენოფონტესთან, მაგრამ არის კი კოლხები არიან, კოლხური მოდმა ძირითადად, მაგრამ ის არის შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ნაწილი ჩვენი ისტორიული სამყაროსი. მაგრამ აქეთკენ რო წამოვიდეთ, ხო აი ჰეროდოტესთან, ხო, იქ არის კი კოლხები, არის სასპერები და არის ხო მავალი ისტორიკოსებმა გაუჭირდა სასპერების უკვე საერთოდ გახადეს და სასპერები აშკარად ჩანს, რომ მე-5 საუკუნე, რა კი მე-4 საუკუნეში იბერები უკვე ფართოდ არიან იბერიაში, რა თქმა უნდა იბერები იყვნენ და თავის დროზე ჯანაშია ენაცმეცნიერულად კარგად გაარკვია, რომ ბერიდან, სასპერიდან გამოვიდა ბერი და იბერი. აი იმის იქით ვიკარგებით. რა მოხდა აი ქრისტე ჩვენი წელთაღრიცხვის წინ, სად ვიყავით მე 3000 წლებში, მე-4, მე-5, მე-6 დაკარგული ვართ. მე ამით სარგებლობენ მავანი უცხოტომელები და ამით გვიტევენ, უკვე ბრძოლა მარტო პოლიტიკური კი არა და ამით რუსეთსაც დავასახელებ, რუსეთს პირველ რიგში, რუს ისტორიკოსებს და ისინი გვიტევენ, რამდენი აი განსაკუთრებით მათი ალამდარი, ასე ვთქვათ, გახდათ იგორ დიაკონოვი. ეს ცნობილი აკადემიკოსი. ცნობილი, ხო, რა თქმა უნდა, დიდი ერუდიცია ჰქონდა უზარმაზარი ენების ცოდნა, მაგრამ მე მაინც აღწონებული არ ვარ მაგის აზროვნებით და თან მე მგონი საკმაოდ აი ივანე ჯავახიშვილი რო იტყო და ადვოკატური გამოსაჭრევითი მეთოდი ჩვეოდა. აი კვიატებს წინასწარ რაღაცას და როგორც ბევრი თქვენ იცნობთ ხო მას? კი, როგორც ბევრი ადვოკატი. მოსკოვში თქვენი ყოფნის დროს ხონდა მას. კი, მოსკოვში, ლენინგრადში შევხვდი, ერევანში შევხვდი თქვენი. ხო და ისე მაინც ვერ მიტანდა. და მე ვიცი ახლა ჩემს სფეროში სოციალური განვითარება სოფლიო იმის და იქ შევძო, იქ ვერაფერი გამკეთებელი არ იყო სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის კვლევარი, ხო, დიდი არაფერი იყო და ვიმეორებ დიდი განათლების მიუხედავად, მაგრამ აი შემოგვიწია და გააკეთა რა, ამდა, დასავლეთ საქართველო არის ზირთად ეს აბეშლაელები, აფხაზურად ღეური მოდგმისა და აღმოსავლეთ საქართველო ვაინახური, ესე ჩეჩენ ინგუშების. საქართველო
ქართველები ადგილი არ გვაქვს. ადგილი სადღაც დაგვიტოვა, სადღაც პატარა ლიხის ქედზე მე მგონი. სადღაც იმიტომ რომ ხო ჩანს მე ახლა ქართველები მაინც ვარ, აგერ ჩანს ჩვენ წინაპრები არიან, ჩდებიან მე ხო ყოველ შემთხვევაში მე-13 წლებში ხო ჩდებიან მეორე ნახევარში და სადღაც მაინც გუმანით მიხვდა რომ სადღაც ვართ მთიანეთში პატარა ადგილი, სადღაც შუაში აი ლიხის ქედის საკეთანი და პატარა ადგილი. კარგით, ახლა მე პიანკოვი არის όλთვის ზუსტი სახელი ვერ დავადგინე და ის ამტკიცებს მე კი მინახავს ერთხელ კონფერენციაზე ესრებო მოусმინე სხვა რაღაცაზე მაგრამ ესე წამოაყენა მასე დებულება რომ აი ნეოლითური რევოლუცია დაიწყო ჩათალჰუიუკიდან დაიწყო იქიდან მოდის აი ასე და მე მოდის ხალაფა ხასუნა აკეთე და კვარარაქსის კულტურა და გადადის მე შუა კავკასიაში საქართველოს აღარა დაიკარგა საქართველოს მერე კიდევ კვარარაქსის კულტურა ეს არ არის ასე ვთქვათ ქართული ტომების კულტურა მათი აზრით ხო კი არა ესე ვიმეორებ აი გადავიდნენ მე შილოცკავკასიაში დაღესტნური მოდგმა ჩეჩენ ინგუშები და სადა საქართველოს გაქრა კიდევ მედი ახლა ჩვენ ეგრესული აფხაზი ძმები ჭყალებში ვიტყვი აფხაზი ძმები ვითომ ისტორიკოსები რომელთაც ისტორიკოსებს ჭეშმარიტება არ აინტერესებთ და იმათ მიხედვით როგორ აყვენ ფეხისმას აყვენ დიაკონოვისა და რუსების და იქაც ასევე გვიმტკიცებენ რომ აი კონკრეტულად მე დაწყვეტ უფრო პარტოს შევეხები ბღაჟვა ვიღან ოლეგ ბღაჟვა სტანისლავ ლაკობა ჯერ თვითონ აფხაზკას ოლეგი კაი დაუშვა შემთხვევით მოდა სტანისლავ და კადანა ჩანს მაგათი ჰაბიტუსი სულიერი ჰაბიტუსი დღევანდელი აფხაზების ეგრეთ წოდებული ელიტის ხო და ამტკიცებენ რომ მთელი ეს კავკასიური ენათა ოჯახი იყო ხოლმე აფხაზურ ადგილები და აქეთკენ ეს ჩეჩენინგუშები ვაინახები და დაღესტნები. ნუ დიაკონოვის მოსაზრების ერთგვარი გაგრძელება. მაგრამ ესენი წინარე სამშობლო მაგათი იყო ძირითადად დასავლეთ საქართველოს. მე დასავლეთ საქართველოს კვლავ დარჩა ასე გააგრძელა აფხაზურ ადგილები დარჩენ და სამხრეთით წავიდნენ თქვა ხაცები მე შვილთაც დაიძრენ, მაგრამ აღმოსავლეთით წამოვიდნენ ეს ვაინახური მოდგმა, ვაინახური დაღესტნური მოდგმა და დაიკავეს აღმოსავლეთ საქართველოს. თავთავდა საქართველოსა და უთიფრად ამტკიცებენ რომ აი საქართველოს უკერაგი მე-5 საუკუნეშიც კი კოლხების თურმე სადღაც ღალისის მე ღალისი მე მგონი ეს ჩვენი წინაპრების ტოპონიმია ღალიდან მოდის დინარედან და რატო ღალის რატო ვამბობთ მე მიგვირს ხო და ვითომ იქიდან მოდის მე-5 საუკუნეშიც კი ხო მაგრამ ეს კაბადოკია ხო კაბადოკიაში ხო მაშინ მე-5 საუკუნეშიც კი წარმოგიდგენია და ამ დროს სასწაული ამ დროს კოლხური კულტურა ხო არის ცნობილია ხო კოლხური კულტურა თუნდაც ობანურ კულტურას მივუართ ერთად და ორჯერ მე-15 საუკუნე არქეოლოგიური კულტურა არის აშკარად კოლხური მიგვანიშნებს ხო კოლხური კულტურა ეს მოიცავს დასავლეთ საქართველოს და ჭოროხის აუზსაც ხო და ამ დროს პრობლემა და ამას არ ახსენებს ამას რა უნდა მოთხოვო და ამ დახმარობენ ასე კოლხი და არის ფართო გაზრდილი და მათ შორის აფხაზეთის ჩედის ისიც და ხალხების კოლხები არის ვიწროაზრი და ფართო აზრით არათუ აფხაზები ადგილები ბერძნებიც კი რომლებიც კოლონისტები იყვნენ იქ ცხოვრობდნენ ისინი თვითონ კოლხები იყვნენ სასწაულია მაგრამ რა ეს სხვა პრობლემაა რა თქმა უნდა ამას ასაც თქვენ ამბობთ აფხაზ ისტორიკოსებს ამას სკოლაში ასწავლიან ხო რა თქმა უნდა სკოლაში სამი სახელმძღვანელო არის და მე არის რასაც ახლა მე ვაციტირებ რასაც ვლაპარაკობდი ეს არის 2007 წელს გამოვიდა 5000 ტირაჟით გამოდის რუსულად და ამას რუსი მკითხველი რუსულენოვანი მკითხველი ეკითხულობს სკოლებში რა თქმა უნდა ასე ხო და ეხლა ჩვენი უბედურება რა ჩვენ მაინც თავს არ ვიკლავთ რომ ვეგამართოთ მარტო ხელაღებით რომ კარგი ისინი სულელები არიან და ფასიფიცირებას ახდენენ ისტორიის მარტო ეს არ კმარა ხო ჩვენ უფრო ქვენდად მაგრამ მეორე უბედურება რა თქვა რომ დაიწეროს არა ცუდი ის არის რომ მთელი თაობა აღიზრდება აფხაზეთში რომლებსაც ეცოდინებათ რომ დასავლეთ საქართველოში არავინ არ ცხოვრობდა გარდა აფხაზურ ადგილობრივი ტომებისა ხო და უნდა გავცელდეს მე და უნდა ვეკამათოთ და ვიმეორებ და ამ დროს ჩვენ ახლა იდეური ბრძოლა, პოლიტიკური ბრძოლა, მარტო სამხრეთ კი არა, ესეც არის და როგორც ჩანს ეს სათანადოდ გასცნობიერებული არ ვარ. თვითონ ისტორიკოსებსაც გვიჭირს ახლა ამხრივ. იმიტომ რომ გამოვიდა სქელი წიგნი აფხაზეთზე.
გამოვიდა. სქელი წინ ახლა ისტორია, მაგრამ იმას წაიკითხავს 100 კაცი, 200 კაცი, მაგრამ თანაც პოპულარობასთან დავწეროთ ხოლმე. ისტორია პოპულარობასთან უნდა იწერებოდეს, თორე ვერ მიდის ფართო მასამდე. ხო და ვიმეორებ, აი ამ ხრივ ძალიან საინტერესოა ედგება ეს საკითხი და ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ ისა ისტორიოგრაფია. რა თქმა უნდა, მდიდარი ისტორიოგრაფია. დავიწყოთ იქიდან რომ ჯერ კიდევ აი ძველ ხანაში, ხო, ეგრეთ ანტიკურ ხანაში იყო მაშინაც დაისვა ეს საკითხი, და აგერ კოლხებზე ჰეროდოტემ წამოაყენა ეგრეთ წოდებული თეორია, ვითომ დაასაბუთებდა, რომ კოლხები მოდიან ეგვიპტიდან. ეგვიპტური წარმომავლობისა სადღაც ეს მოხდა სეზონის დროს მე-13 საუკუნეში მოდიან კოლხები. მაგრამ მერე როდესაც იბერია შემოვიდა, ხო, იბერიაც ბერძენთა ცნობიერებაში, თვალსაჩინოში, ამის მერე მოხდა იბერია, დახესული ესპანეთში არიან იბერები. იბერები და აი ეს იქიდან მოდიან. ანუ ორი იბერის თემა ადვილად და მეექვსე ახლა ბერძნებს მითოლოგიური ცნობიერება როცა ჰქონდათ, მაშინ ხო ძალიან ფანტაზია, კლასიკური მითოლოგიური ცნობიერება ჰქონდათ და იმიტომ მერეც კი ახლა გადავხვდე წინ აი მათ მიდია რო გაჩნდა, მიდია და უცბად მედიასგან მედუსი გამოიყვანეს ვაჟი და მე დაუკავშირეს მედიას, დაუკავშირეს. ხო და ესე და ახაც ვითომ ნაბუქოდონოსორმა ქრისტეს წინ მე-6 საუკუნეში გადმოასახლა ესპანეთი უბრალოდ აფრიკიდან, ლიბიიდან იბერები. ესე იგი უცხოეთის დაინტერესდა, მაგრამ იოსებ ფლავიუსი უფრო სხვანაირად უყურებდა ებრაელი ისტორიკოსი, ებრაელი რომაელი უფრო სწორად, რომ ისინი მაინც მესხები ყოველ შემთხვევაში მესხებია თომალები, ესენი იბერებია. აი თანამედროვე ისტორიკოსები და უბრალოდ მე მინდა რა თქმა უნდა უფრო სიღრმეებში ძნელია ერთ გადაცემაში წახვიდე, უბრალოდ ის ჩამოვთვალოთ დაახლოებით მეცნიერები, ვინც აღნიშნულ პრობლემას იკვლევდა, იმიტომ რომ შემდგომ უკვე როცა გადავალთ მთავარ თემაზე, ხო, აი იქ თვითონ ჩვენს მაყურებელსაც ჰქონდეს ეს ინფორმაცია, ვისაც სურვილი აქვს რომ უფრო ცლად გაეცნოს, მე შეუძლიათ ხოლმე რომ ეს ნაშრომები და ამ ნაშრომებზე ასე ვთქვათ დაკვირვება თვითონ მე აწარმოონ. აი მაინც შევჩერდი ივანე ჯავახიშვილზე შევჩერდი. აი ჩვენი გიგანტი კორიფე ახალი მეცნიერები და იქაც მარტო ივანე ჯავახიშვილი გარაკეთებდა. აი ევროპაში მე-19 საუკუნეში აღმოჩნდა მთელი ახალი ხალხები, ახალი ცივილიზაციები, არქეოლოგიის მეშვეობით შუმერები, აქეთ აკადი, ელამი, სხვები და ესე იგი რომელიც ვერ უკავშირდებოდა ვერც ინდოევროპული მოდგმას, ვერც სემიტურ მოდგმას და დაასრულა ეს რაღაცა და ესე იგი რაღაცა სხვა ოჯახი, ენათა ოჯახი, ხო და ამაში შედიოდით ჩვენც ქართველები. ამას მასპერო, ლენორმანი სხვები და სხვები, ხო, ფრიც ჰომელი და სხვები. ესე იგი მარტო ჩვენგან კი არ მოდის ეს. ხო და ამიტომ ივანე ჯავახიშვილს ამას იზიარებდა. მაგრამ მე გავიდა ხანი და რაღაც კორექტივები შეიტანა ისტორიოგრაფიის მიღწევებმა ივანე ჯავახიშვილის ცნობიერებაში, შემოქმედებაში და ამის მერე გავიდა რა მაინც წარმოიდგინა რომ ეს არის ერთი ენათა ოჯახი, ხოლო ჩვენ ისეთი ფართო არა, მაგრამ მაინც ფართო ოჯახი კავკასიელების, ხო, ჩვენ და კავკასიელების. და ესენი არიან მოსულები. და სამხრეთიდან დაიძრნენ სადღაც მე-15-მე-14 საუკუნეში და დაიკავეს ჯერ საქართველოს, მერე გადავიდნენ შუაკავკასიაში. ჩვენ კი სამხრეთიდან დავიძრეთ და მე-17 საუკუნეში უკვე აქედან. ესე იგი ივანე ჯავახიშვილთან ეს. მაგრამ შემდგომში სიმონ ჯანაშიას ჰქონდა ესე განსხვავებული, ის კვლავ ვცდილობდა რომ ძველი პოზიციები დაეჭირა მხარი. მაგრამ აი უახლეს ხანებში ეს მუშაობდა, ამაზე მუშაობდა ზირთად გიორგი მელიქიშვილის, ასე ვთქვათ, სამეცნიერო დომენი იყო ეს საკითხი. რა თქმა უნდა, განათლებული კაცი და ერუდირებული და თანაც პირველი იყო, სხვა ზუსტ არქეოლოგებს უჭირთ, ეხლა მარტო არქეოლოგიური მასალი ძალიან ძნელია ეთნოგენეზის კვლევა. და ამან პლუს მოიშვილია ენა და ენა უზარმაზარი წყაროა. უზარმაზარი საისტორიო ინფორმაციის შემცველი მათ შორის. ხო და ამ ხრივ ამან ეს გამოირჩეოდა სხვებისაგან ამ კვლევაში და თვითონ მაგრამ მე მიმაჩნია რომ საბოლოოდ ახლა დიდი შრომა გასწია, მაგრამ შედეგები არ აღმოჩნდა შესაბამისი. რატო? იმიტომ რომ ესე იგი ჯერ ამტკიცებდა მთლად დარწმუნებული არ იყო როგორც ჩანს რომ ჩვენ ვიყავით აბორიგენები და ეს აბორიგენობა ჩვენი წამოვიდა კუფტინისგან. რუსი ისტორიკოსი აი ჩვენი მუზეუმის თანამშრომელი იყო მორდოელი წარმოშობით, პატრიოტი, საქართველოს ისტორიის პატრიოტი, ნორმალია.
ადამიანი ამ ხრი ხო და იმან 40 ნაშრომებზე კულტურაზეც და ერთ-ერთი თვალსაჩინო კვალიტატოა ქართულ არქეოლოგიაში და მე პლუს ეთნოგრაფიც იყო და თან მარისტი იყო გატაცებული. 44 წელს მან აბორიგენმა დაამტკიცა რომ ილევან ჯავხის საპირისპიროდ. დაამტკიცა და როგორც ჩანს სიმონ ჯონაშიასაც უპირისპირდებოდა რომ ეს ადგილზე 44 ხდება ადგილზე ხო ადგილზიდან მოდის ძირები გვაქვს ადგილზე, ხო, მაგრამ დასაბუთება არ არის. მარტო არქეოლოგია კი უწყვეტი ჯაჭვი. უწინ არქეოლოგები ვირცილ ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი არტურ კირის კულტურაც კიდო რკინა, მედგრის მეტალურგია და მithum ბრინჯაოს კი ისინი შემოტანილია შუა აზიიდან ან სხვაგან. დიმიტრი ბაქრაძე იმიზიარებდა ამას. და ამდენად ესე და ამდენად წინ უკვე გაუცნობი იყო. წინ სხვა ხალხები იყვნენ. ჩვენ მოვედით არქეოლოგიური თვალსაზრისითაც მოსული ვართ თქვენ. ხო და ამდენად კუპტინმა შემოატრიალა, მაგრამ დასაბუთება არ არის. ეხლა მელიქიშვილთან რა ერთის მხრივ მელიქიშვილის თომ არა არჯეროდა მე მგონი რომ ჩვენი აბორიგენობა იმ თავითო და შეიძლება ჩვენ აბორიგენები ვიყავით მის მიხედვით ან ქრისტეს წინ მე-3000 წლიდან ან და უფრო გვიანაც აი ჭოროხის აუზში აი კოლხური კულტურა იყო ის იყო ჩვენი ერთობლივი ამიტომ ძალიან გაურკვეველია მკითხველს იბნევა რომ აი იმიტომ რომ ისიცაა და ესეცაა და ეს ორი ვერ შეათავსა ამიტომ კვლავ უკვე დაისვა საკითხი რომ კვლავ ახლებურად გავიაზროთ ეს საკითხი ხო და ეხლა არის ერთი-ორი შემთხვევა რომ რაღაცას ცდილობენ მაგრამ ჯერ კიდევ დასაწყისია ხო ამის ხო და რთულია, კომპლექსურია და ეს მარტო ამას უნდა ახლა ბევრი ანთროპოლოგია მაინც ვერ გშველის აქ, იმიტომ რომ ანთროპოლოგიით ახლა ჰომო საპიენსი რო წარმოიშვა, ჩვენ ვართ ევროპული რასის, ევროპოიდური რასის წარმოადგენელი, ხო? ამ დროს ანთროპოლოგია ეხმარება დიდი რასების დონეზე, რომ იქ ნეგროიდები აქ, ევროპოიდები აქეთკენ ყვითელი რასის წარმოადგენელს, ამას გაარკვევ ამ ხრი, მაგრამ თვითონ დიდი ევროპოიდური რასის შიგნით ვერ ბატონო გურამ ჩვენ თავისი წესები აქვს ტელევიზიას რეკლამაზე უნდა გავიდეთ და როგორც კი დავბრუნდებით უკვე დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემას საუბარი ეს არის ქართველთა წარმომავლობის უკვე თვალის გადევნება განსაკუთრებით მაინტერესებს მოსხების და მესხების თემა მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს რომ თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას ისტორია ჯაბა სამუშეს ერთად ჩვენი გადაცემის სტუმარია გურამ ყორანაშვილი და ჩვენ საუბრობთ ქართველთა ეთნოგენეზზე მე რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით გადაცემა ისტორია ჯაბა სამუშესთან ერთად კვლავ ეთერშია მე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ საუბრობთ ქართველთა ეთნოგენეზისზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია გურამ ყორანაშვილი ბატონო გავჩერდით ჩვენ ისტორიოგრაფიულ ნაწილზე ეხლა მე მინდა გადავიდე უკვე პირდაპირ საქმეზე როგორც იტყვიან საიდან ჩანს წყაროების მიხედვით ღია არქეოლოგიის მიხედვით უკვე ქართული კვალი თქვენ ამბობთ რომ რაც უფრო ღმათ მიდიხარ ეს კვალი სამწუხაროდ იკარგება ნუ შესაძლებელი მაგრამ აი საიდან შეიძლება ვთქვათ დანამდვილებით ვთქვათ ძველი წელთაღრუს რომელსაც ასწავლიდა და რომ ამ ტერიტორიაზე ანუ იმ ტერიტორიაზე სადაც დღეს საქართველოა და ქართველები ცხოვრობენ ცხოვრობდა ქართული კაცი და ქართული გენის ასე ვთქვათ ეს თვალის გადევნება შეიძლება მოღვაწეობისა აი საი რომელი წერტილი შეიძლება ათულად მოდი იმას დავამთავრებ ანთროპოლოგია რა მაგრამ უფრო მეტად შეიძლება არქეოლოგია არქეოლოგია მაგრამ არქეოლოგიას კი გვაჩვენებს თავი განვითარების საფერი პროგრესი როგორ ხდებოდა და მიგრაცია შეიძლება დაადგინო მაგრამ ამ დროს ეთნოსზე ნაკლებად გეუბნება. ეთნოსს რა თქმა უნდა გეუბნება და ამ დროს საჭიროა პლუს ენა და რა თქმა უნდა თავისთავად მე მიმაჩნია რომ ჩემი სამრეკლო არის რომ მეთოდოლოგია ისტორიის მეთოდოლოგია, თეორიული აზროვნება, ისიც თუ არა აქვს ადამიანს, მარტო ემპირიულ დონეზე, მარტო ვიწრო ფაქტების დონეზე ამას ვერ დაიჭირ. და ფიქრობ, აი ახლა არქეოლოგებთან ვაღოთ, აი ძალიან საინტერესოა, აი დაუშვათ ახლა რუსები ძალიან აქცენტს აკეთებენ ამაზე, აი იმერული კულტურა, იმერეტინსკაია კულტურა. და ნახოთ ახლა ჩვენები ცდილობენ რაღაცა და აბა რა წლის შევიდან თამაში და ეს არის ზედაპალეოლითის მომდენო ფაზა, აი რომელიც ჩვენთან კლასიკური გამოქვაბულების ეპოქა. ხო და როცა ჰომო საპიენსი უკვე წარმოშობილია და ეს არის სადაც აი რიონის აუზი, ყვირილის აუზი, ხო, ეს ყვირილის აუზი, ხო? და აი კითხვა ესე მე მგონი იქაც კი შეიძლება ჩვენი დავიჭიროთ ჩვენი ნაკვალები, ენობრივი აზრით. აი მაგალითად მინდა
განსხვავებული მიხეილ კურდიანი, ხო, ეძებდა რომ აი ზღვას ზღვიდან ამოდიოდა მარტო ტერმინი სიტყვა ზღვიდან და ეს ვითომ მართლა საერთოა. ესე იგი სვანებთან, აგერ ზანებთან, მე მეგრუჭანების ერთობლივ აღნიშნოთ, მე ზანებს ხმარობ, როგორც ბატონი არნოლდ ჩიქობა ვაკეთებდა და აქედან ქართები, საერთო ძირია. ესე იგი ზღვასთან და როგორც ჩანს ეს საერთო ძირი, აი უკვე ამ დროს შეიძლება მართლა იყო, აი როდესაც ეს იყო რიონ ყვირილის აუზში რო იყო, ეს ზედაპაულეთის მომდენო ფაზა. შეიძლება მაშინ დავიშვი. კიდევ მეტი, აი მაგალითად გამოქვაბი. ქვაბი ახლა ჩვენ მნიშვნელობით, ქვაბი ეს ხელოვნურია გონის მიერ შექმნილი, მაგრამ უწინ ჩვენ ენაში, უწინ წინარე ენაზე და სვანებში, როგორც სვანებში, აი ლაზურ ზანუს და ქართულშიც, ხო, პროტოქართული ქვაბი ნიშნავს გამოქვაბულს. ესე იგი საცხოვრებლად, რომ საცხოვრებელი რაც იყო ჩვენი და ეს შუა საუკუნეებიც ეგრე არ არის, ქვაბსაშინა, ეს მასწავლებს. ქვაბმა მიიღო, მერე მიიღო სხვა მნიშვნელობა. ხელოვნური, აი კულტურული მნიშვნელობით, მაგრამ ვიმეორებ ეს გამოქვაბულების ეპოქა როა კლასიკური, მართლა კლასიკური, აი იმერეთინსკაია კულტურა, ხო? აი მართლა კიდე აი გამოქვაბული. ესე იგი ქვაბში ცხოვრობდნენ. ხო, პირველი საცხოვრებელი, ხო? ქვაბი. ეს ქართული სიტყვაში პრაენაზე უკვე გვაქვს ეს, ხო? კაი, აი დაუშვათ პირველი მინერალი, ხო, რაც გამოიყენა კაცობრიობა და მათ შორის ჩვენმა წინაპრებმა ეს იყო კაჟი. და კაჟი, მართლა კაჟ, ხო, არის საერთო. წინარე საერთოა და თითოეულ ჩვენ ქართულ ენაში კაჟ საერთო ძირია. აი ეს იგი ის სიღმეში შევდივართ, ხო? ჩავდივართ. მაგრამ მე არის საინტერესო რა. მოხდა ეგრეთ წოდებული ნეოლითური რევოლუცია. მოხდა მათ შორის ჩვენთანაც. მაგრამ ჩვენთან მოხდა რა? ეხლა პირველ რიგში ეს არის ტექნოლოგიაში, ქვის ინდუსტრიაში პროგრესი. ნეოლითური რევოლუციის გახეხვა, გახვრიტა და ასე შემდგომ, ხო? იარაღები სოფლის მეურნეობის განვითარება. ხო, განვითარება, ამით მე წამოვიდა იარაღების განვითარება, ამან იგი ხის დამუშავება, საცხოვრებელი ხელმეყნი, აი ჯარგვალი რომ მოდის, ხო? ფაცხა, უკვე მაშინ იქნება. ხო, სხვათა შორის ფაცხაც საერთოა. აი საკუთარი ეპინარენდა ფაცხა, ხო? ჩვენ სამივე საერთო, მე ლექსიკონები მაქვს ვამოწმებ ერთმანეთთან და საერთოდ მინდა რომ აღვადგინო. ჩვენო ტელემაყურებელს და რადიოს მსმენელს განვმარტოთ აქ საერთოს გულისხმობთ რომ ქართული ენა ვინაიდან არის სამას თქვათ ნაწილად დაყოფილი ხო არის დასავლეთ ქართულში არის სხვა მეგრულ ჭანური არის სვანური და არის აღმოსავლეთ ქართული ხო ამ შემთხვევაში აი ამას გულისხმობთ და ეს ენები თავის დროზე იყო საერთოდ ხო და ის ფაცხა იქნება ეს ქვაბი იქნებოდა კაჟი ეს იყო საერთო ქართულში სამივეში თუ არის დადასტურებული ესე იგი დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს საერთო ქართულში ანუ პროტო ქართულში ეს სულად არის ხო და აი მე კიდე ამას ხმარობდი კი მეც ეს საერთო ძირი არის ხო და უნდა შეგვიძლიათ ახლა ვიმეორებ აი მეტის ახლა ჩვენ შეზღუდულობ დროში მაგრამ მეტი შეიძლებოდა წინარე ის რო აღვადგინოთ ენა იქ სოფხელული იმაში ჩანს სოციალური განვითარება ეკონომიკური განვითარება ბევრი რამე სულიერ დაიშენო ხო და რა მოხდა ახლა ჩვენთან ნეოლითი ვერ განვითარდა ძალიან ეს იქ დასაწყისში ხო მერეთანაც რა არის ახლა კავკასია ცნობილია ბუნებრივი რესურსებით ხორბალი სახეობანი არცემეთ სახეობა ხო ხორბალი ქერი ჭვავი შემდეგ ეს მარცვლეული კულტურა ხო ნეოლითრო ჭირდებოდა იწყება დასაწყისი არის მაგრამ ვერ ვითარდება და ამ დროს აი ჩათარხუიუკე სამხრეთში ხო ძალიან ვითარდება ჩვენს გარშემო ეს ნეოლითი და რატო აქ უკვე ბუნებრივი პირობებთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ ჩვენთან მithume დასავლეთ საქართველოს ძალიან ტყიანი და იმ ტყეაზე ეხლა ამ დროს გინდათ ნეოლითური ქვით ძალაუფლებას ვერ მიიღებს არ საზოგადოება იმიტომ ნეოლითური ტყეებს ხო მიწათმოქმედება ჭირდება ძალიან ეს გაკაფვები მერე წარამარა 2-3 წელიწადში კიდე ახალი და შემდეგ მაგრამ იქ უკვე სუსვა იყო ჩათარხული იქ სტეპებია დაახლოებით სტეპები და ამ სტეპებში დაახლოებით 400 მმ-მდეა და შეიძლება ან პრიმიტიული მორწყვის გარეშეც კი უკვე მიწათმოქმედება მართლა ასე მოხდა მერვე მე-7 საუკუნეში ხო აქეთ დაწყებული ერიქონი და აქეთ დაწვახსენი უკვე იქ მოხდა განვითარება და საქართველოში იდეალური პირობები სად არის ამ ხრივ აი გეოგრაფიული თვალსაზრისით არის ქვემო ქართლი და რომელსაც უძახიან შომუტეფე ან შულავერი ბოდიში ხო და დასავლეთიდან რა მოხდა ერთი არქეოლოგები მიდიან და მე ამ ხრივ ვეუბნები არქეოლოგებს რომ რა მოხდა ახლა თვალში გეცემა ისე რომ ეს დასავლეთ საქართველო ძალიან დიდარია პალეოლითით და ნეოლითითაც დიდარია და აღმოსავლეთ საქართველო ღარიბია
ხო და რა შეასახე და მე მგონი ალბათ უკვე ამ დროს მგონი ასე არქეოლოგების ასვიზიარებ რომ მოსახლეობის დაწოლა ნეოლითის ხანაში და მოდის და უკვე მეზოლითი და აგერ თან მეზოლითიდან უნდა განვითარდეს ნეოლითი და აგერ დასავლეთიდან როგორც ჩანს გადმოსულებიანი აქეთკენ და ახლა ახალი ისახება პერსპექტივები რომ აი სიონის კულტურა ეგრეთ წოდებული სიონის კულტურა ჩანს აი მათ შორის აი აქ მუშაობდა მერთმა აცხონოს თამას კიღურაძე რომელმაც ეს გათხარა სიონის კულტურა და იქ ჩანს რომ აი ნეოლითიდან გარდამავალი მე აქეთკენ ხო ენეროლითისაკენ ეს ჩანს და მისი აზრით კიდევ მეტი აი ახლა წეღარო თქვი ან შეიძლება სულა ვერ შემოთებო თქვა შემოთებე ხო აი ისიც კი საწყისი ფაზების არის ნეოლითი ეს გონი არის ჩვენი წინაპრების ანუ ნეოლითში ჩვენ უკვე შეგვიძლია თანამამრ წავიკითხოთ რომ ის ხალხი ის დასავლეთში ხო იქნებოდა და მე ყვირილის აუზიდან სალკიასე მე სამხრეთიდან როგორც ჩანს მიგრაციას ჰქონდა ადგილი დასავლეთში ნეოლითური კულტურის შემოქმედები უკვე ქართველები არიან ქართული ნეოლითის განვითარებული ნეოლითი უკვე მიწათმოქმედება როა ბინადარი მოსახლეობა და აი შემდეგ კიდევ მეტი ახლა აი ვიღოთ აი საერთო პრაენის დონეზე და მათ შორის სვანები როგორც ჯერ გამოიყოფიან სვანები ხო ჩვენ პრაენას წინარ ერთობას ხო და იქ რა ხდება დაწყებული აი სვანურ ენაში არის უკვე ფეტვი იფქლი დამუშავებული მიწას ქვია დაბ მე კიდევ მეტი ამის მერე მოდის ენეოლითის მომენტია ესა და ჭკად შკუდ ხო ჭკად შკუდ ჭედ ხო ეს ყოველთვის ცივი ჭედვის დრონე უკვე საერთო არის ესე იგი ამ დროს ხდება და საიდან მოხდა სვანებმა ეს საიდან წაიღეს მე თავის განსახლების დროს გეტყვით მე ეს განსახლება უნდა მოხდარიყო შიდა-ქართლში და მე სვანეთისაკენ ხო და წაიღეს აქედან ამ საერთო დონიდან ესე იგი ნეოლითი და ის წინარე ქართულ ენაში უკვე აისახა ნეოლითი და ენეოლითი უკვე ჩანს ხო და თანაც ახლა არ არის გამორიცხული ახლა თვითონაც მოდიოდნენ ეს ჩვენ წინაპრები ნეოლითში ხო მარსლურის ათვისება ხო მით უმეტეს შრომის იარაღები ხო ნეოლითური მაკროლითური იარაღები ხო მაგრამ ამის მერე ხდება ეს რომ შეიძლება ისიც იყო რომ რაღაცა იმპულსები იყო გარედანაც იმიტომ რომ უცბად რო ხდება ეს შემოთება შულავერის დონეზე რომ ეს თიხატკეპნილი შენობები ეს შეიძლება ჰასუნა და ჰალაფიდან იყო რაღაცა მიგრაცია ნაკადის შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ჩვენი წინაპრები, მაგრამ ჩვენთან ახლა ვიმეორებ წამდენი სიონის კულტურა აღსკარად ჩანს. ბატონო, მე მინდა შეგეკითხოთ, რომ არ მინდა ახლა დრო ისე გავიდეს ეს თემა არ ამოუწურულოთ. ეს არის ისევ მინდა მესხების თემა, იმიტომ რომ რამდენად ცნობილია იგივე ჩვენი მეზობლები მაგალითად სომეხი მეცნიერები აღნიშნავენ რომ მოსხები ესენი იყვნენ სომხური წარმომავლობის ხო ესეა და დაახლოებით უკავშირებენ ისინი აი თავის სამყაროს განსახლება საკმაოდ დიდი ტერიტორია თითქმის მთელი სამხრეთ საქართველოა და აი როგორ არის ამ ხრივ აი როგორ ჯდება მოსხების საკითხი საერთოდ ქართულ ეთნოგენეზში ხო, ეს მესხების ეს მუშქების პრობლემა ხო, რომელიც ახლა დაისვა და ახლა უწინ და სომხების ეთნოგენეზის ძალიან გაურკვეველია, არანაკლებრივ ვიდრე ჩვენი. ახლა უწინ მასწავლებლად მე სტუდენტი ვიყავი, გაბრიელ ღაფანციანის იმას ვიცოდით, იმის მიხედვით რომ ახლა აი ევფრატის ზემოთში, ხეთური წყაროებში უკვე არის ხო მე-16-19 საუკუნეში 10 ჰაიასა. ჰაიასა ხო ყვირის. აი ხო, სომხები ხო თავის ჰაიას უძღვნა. მერე, კარგი, ჰაიასა, ხო, შეიძლება ხურიტული მოვიდნენ და შემდგომ სომხებმა დაიკავეს ეს ადგილი, მაგრამ ყვირის, ჰაიასა ყვირის, ხო, მერე, ანდა დაუშვათ აი ქართული, საიდან აი სომეხი. საიდან სუხმაში ცხოვრობდნენ მაგას წინაპრები, ჰაიასაც უნდა წეღან სუხმა, ხო? და სოხმეხი ჩვენ რა საიდან დაგვესიზმრა ქართველებს? ანუ არა სამხრეთი? კი, სამხრეთი და ევფრატის. არა, ხო, მაგრამ სომეხის ასე ვთქვათ, გაშიფრვა ხდებოდა ხოლმე როგორც სამხრეთელის დაახლოებით ასე. არა, სოხმიდან, სომეხი, ჯანაშიას ვიზიარო. სოხმეხი, ხიდაბულება ხო ხურიტული იყო ძველად, ხიდაბულება წარმომავლობას. ეთნიკურ წარმომავლობაში. სოხმეხი, შემდეგ ხო და სომეხი და აი ასე ხდებოდა და მე დაიკავეს ურარტუს ტერიტორია მოგესწრება როგორ მოხდა ურარტურო დაეცა მიდი ისე დასურდა ბრძოლაში. ხო და მოხდა ესა და აი ასე ვიცოდით რომ უფრო ძველი, მაგრამ ეხლა თანვითომ სიძველიდან მოდის რომ მე-16-15 საუკუნეში სომხები უკვე არიან ხო მაგრამ ეხლა მოდის რა დიაკონოვის მეცაურობით ხო
მეთაურობით რომ რას ამტკიცებენ რომ მე-12 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით მოდიან თრაკიულ-ფრიგიული ტომები. იქიდან მოდიან და სასწაულია მოხდება რა ამ დროს ეხლა პირველი ფილოსოფიის პირველი წარწერაში რო არის ხო? აი პირველად რომ მოიხსენებია ეს მუშკები, მოიხსენებია. ეს რა თქმა უნდა, ეს მე მჯერა, ისე მჯერო ეს ჩვენი მუშკები არის. მუშკები ჩვენი მოსხები და თანაც ახლა მუშკი, მესხი ხო ნამდვილია, ხო მესხი უკავშირდება ეს მუშკი სომხური ეთნომის ჰაია ხო სომეხი, ჩვენ და ჰაი ხო და ჰაი და საიდან უკავშირდება ეს ჰაი. ჰაი მუშკიდან არ გამოდიოდა. თანაც გამოიწვია რაღაც მარშით მოდიოდნენ, რომ სადღაც 35 წელიწადში, როგორც გადმოსხდნენ, ასე ვთქვათ, ხო? აი სირიაზის ნაპირებზე, უცბად მარშით 35 წელში გამოიარეს, საგდა ეფრატის ზემოთში მოვიდნენ და დაიკავეს აზიკ. ეს მე მგონი ეს ჩვენი მესხები არიან და მე მთელი რიგი არის, რომელიც ახლა ჩვენი უბედურება რა არის, ახლა ჩვენ მარტო ეხლა მესხების გარეშე რა თქმა უნდა საქართველოში ეს ხერხემალი იყო მესხები ჩვენი სახელმწიფოებრივი თვითონ აღმოსავლეთ საქართველოში და მე თვითონ ის მცხეთა ეხლა მართალია მაგრამ მცხეთა მე მგონი მესხთა მესხთან მოდის და სამცხეს ხო სამცხეს და თანაც ეს სამცხე ადგილზე ხო ან ვიტერუხები ცხოვრობდნენ ან ბიძერები და თვითონ სამცხე მერე გაშდა მერე დაიკავეს იქ და სამცხე უბრალოდ ის იყო ზანებით დასახლებული იყო და როგორც ჩანს ეს იყო აღმოსავლეთ ქართული წარმოშობილი რომელიც წავიდა და ნომადიზმზე გადავიდა მესაქონლეობა როცა წამყვანი იყო იმიტომ რომ შესაბამისად კაი სტეპები იყო ხო ველეი ფართო გაშდა და წავიდა სამხრეთისკენ დაიძრა მე თავისებურ ოდისეა მოახდინეს და ჩაატარა და მე კაპადოკიაშიც იყო და მე აქეთკენ და ვიმეორე ჩვენ სახელმწიფოებაში დიდი როლი ითამაშა როგორც ჩანს რაღაც მსგავსი რაღაც დაპყრობის მსგავსი ქართულ მატიანშიც არის უკვე ასახული რომ როდესაც აი არიან ქართლიდან მოდის ხო აზო ეს და იპყრობს ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ჩანს ეს შეიძლება მესხებთან ადაკავშირებულ არიან ქართლი ხო პრინციპში თუ ესე წავედით მესხეთის ტერიტორია კი მე მესხეთს ხო ალბათ ახლა მელიქიშვილს დავემოწმებიან არიანის ესე იგი არიების ქართლი ალბათ შეიძლება რომ მესხებს უკავშირდება ხო იყო ერთ-ერთ სატრაპიაში ხო იყო მე სატრაპიაში და მე პლუს ახლა აქედან კულტურაში როგორ ცნობილი არმაზი ზადენი ო ეს ხეთებიდან ხეთებიდან მოდის და ხეთებთან ყველაზე მეტი კავშირი ქონდათ მოგხსენებათ მესხებს ხო და ამდენად მაგრამ ჩვენთან ეხლა ჩვენ როგორ მავან შეიძლება ილუზია ქონდეს რომ ვითომ გადაჭრილი ეს მესხების პრობლემა მაგრამ არ არის კი რა თქმა უნდა ინტუიციით აღიაზრის დონეზე რაღაც არგუმენტის მოხმებით ჩვენ ვთქვით მაგრამ ხო უნდა ვეკამათოთ სომეხის თვალსაჩინო და რუსებს ხო და აი რუსებს ნაკლებად სომეხ მეცნიერები რუს მეცნიერები და ის უნდა მოვშალოთ დიაკონოვის და რომელიც აი ახლა გამოვიდა 2009 წელს გამოვიდა სახელმწიფო რუსეთში და იქ არა აი სესტარონე აბასნავალ დიაკონო სომხების მუშკებიდან წარმომავლობა ესე ინდოევროპელი მოსახლეობა ხო უნდა ვეკამათოთ უნდა მოვშალოთ და მე საბოლოოდ უფრო მყარი საფუძველი გეკნება და ხო მეორე მესხების garaში ჩვენ დავიბრუნეთ მესხების ისტორიკოსები მაგრამ ბატონო აი მე როგორ ხდება უკვე ის დიფერენციაცია შიგნით აი ამ თქვათ ამ ქართულ ტომებში ესე იგი ჩვენი აზრი მოვიდა იქითკენ იქამდე რომ მე-5000 ლეულის ბოლო სადღაც ნეოლითის ხანა მე-4 და როცა ენეოლითიც უკვე იწყება, ეს არის ქვემო ქართლში უკვე ჩვენი წინაპრები არიან, ჩანს. ესე იგი სიონის კულტურა და შესაძლებელია შომუთეფე და ეს ჩვენი შულავერიც, ან პირიქით, ესეც ნაწილობრივ ჩვენი შემოქმედებაა. და დღევანდელი ქვემო ქართლის ტერიტორია, ხო და მე იწყება ჯერ ეს საერთო დონე წარმოაჩინეთ ზეღარ, ხო, საერთო დონე რა იყო, ხო, ჩვენი წინაპრების, პრაკარტველების და პრაენაზე როცა ვსაუბრობთ. და ჯერ მოხდა სვანურის გამოყოფა. ეხლა ჩვენთან დაიბნენ აი გლოტოქრონოლოგიური მეთოდი იყო ასო ამერიკელი მეცნიერის სოდეს იმის მიხედვით და ისიც სხვადასხვა რამის იძლევა შედეგს და მე და როგორც ჩანს ახლა მიდიან იმ დასკვნამდე რომ სადღაც მე-3000 წლეულის დასაწყისში უკვე იწყებს სვანური გამოყოფას და ეს არის შიდა ქართლი და არის მართლა ტოპონიმები პრომატ უკვე ენა არის უტყუარი წყარო და სვანური ტოპონიმებია შიდა ქართლში და მე მოხდა რა მე ამის მე ხდება გძელდება ეს ქართულ-ზანური ერთობა
ქართულ ზანური ერთობა გრძელდება და ეს სვანური და მე სვანები გადადიან გეტყვით რა მიგრაციის შედეგად დასავლეთ საქართველოს იკავებენ. რომელიც ამავე დროს ვიმეორებ დღევანდელი ზემო იმერეთი ყოველ შემთხვევაში რაჭა ესა რა თქმა უნდა ჩვენი ქართულია ეს ჩვენ გვაქვს დათისი არ არის დიაკონოვმა რო პატარა ბუდე მოგცა ან რუსები რო პატარა ბუდეს გვაძლევენ ან აფხაზები იმასაც არ გვაძლევენ ხო თლადასი არ არის ხო და ჩვენ საბედნიეროდ და რა მოხდა აი ახლა მე საიდან დავიწყე ეს ყველაფერი მე ძალიან მაქვს ძველი ისტორია დაწერილი 12 წელი ვერ ამის გარეშე მე არ მინდოდა გამომეცა და მესხების გარეშე გარკვევის გარეშე რომელიც აი დავგი წყნეთი აგერ ტოპონიმი წყნეთი შვენიერი ეს წყნეთი წყანიდან მოდის წყან არის მუხა და რა მოხდა მაგრამ კიდევ მეტი საოცარი ისა რომ მარტო ერთი წყნეთი კი არ აქვს ორი წყნეთი ქვემო ხარჯია მაინც ბორნის რაიონში. ესე იგი მუხა უძველესი ქართული ენა შეიძლება სვანურზე ეგ იყო, მაგრამ მე სვანურმა აფხაზურით შემოიღო ჯიშრა. შემოიღო აიღეს ხო? და აი ეს სამი ტოპონიმი, უძველესი ტოპონიმი არის ვიმეორებ ქართული წარმომავლობის, ძველი პრაქართული წარმომავლობის წყანადან წამოვიდა ჭყონი. ზანური და ჭყონი და კიდევ მეტი არის ეს ხო და შიდა ქართლი ზანებმა დაიკავეს შიდა ქართლი ამის მერე სვანების მერე როგორც ჩანს სვანები გამდიანეს იქ და შიდა ქართლი დაიკავეს ზანებმა უამრავი სვანების ვახსენე მაგრამ უამრავი ტოპონიმი არის ზანური ტოპონიმები შიდა ქართლში და მარტო აქედან შიდა ქართლში კი არა მერე მოხდა რომ აქედან ერთი ნაკადი მიდის აჭარა ახალციხის ქედერუა აქედან მიდის სლუეთში ზემო იმერეთიდან და მეორე მიდის სამხრეთისაკენ ასე აი თორის ხეობა და მტკვრისაკენ და მერე ჭოროხის ხეობის სახლობა ესე ორი ნაკადი მიდის და სავსეა კიდე იქაც აი ჩვენი სამცხეს და ჯავახეთის სავსეა ტოპონიმებით ზანური ტოპონიმებით ხოდა აი ასე ხდება აი ადგილზე რჩებიან მერე ქართები რომელიც მერე ექსპანსია კლაუზდება ხოდა ახლა არქეოლოგიურად შეიძლება ახლა ეს დაახლოებით რომელ საუკუნეში შეიძლება ეს იქნებოდა ზანების სადღაც გროტოქრონოლოგიურ მეთოდს დავეყნობით როგორც მეორე 1000 წლეული ქრისტეს წინ იქიდან იწყება ზანურის გამოყოფა ქართულში. ანუ დაახლოებით მეორე 1000 წლებში დასაწყისში უკვე ზანური გამოეყოფა ქართულს. სვანური უფრო ადრე. ანუ უკვე დაყოფა ფაქტობრივად დასრულებულია. და ითვისებენ აი ასე დასრულებულია. აი ასე ერთობლივად და მე კვლავ შემდგომ ისტორია კარგად ვიცი და ერის წარმოშობა უფრო ადვილია ჩვენთვის ეს, მაგრამ აი ეთნოგენეზის საკითხი, აი ასე, აი ენა, არქეოლოგია და ენის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ და გავადევნოთ თვალიანად ჩვენ რომ ვიმეორებ. საბოლოოდ როდის შეიძლება მე ხა ეს შეკითხვა მინდა დავსვა, საბოლოოდ როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ერთობა, ეს საერთო პროტოქართული ერთობა დაშლილია, სვანები, დასავლეთ ქართული ტომები, აღმოსავლეთ ქართული ტომები უკვე თავიანთ საცხოვრისზე არიან და უკვე შემდგომ შეგვიძლია თქვენი თქმის არ იყოს უკვე ვისაუბროთ პოლიტიკურ მხარეზე ამ ხა პოლიტიკური ისტორია ამ შემთხვევაში ზოგადად რთულია, მაგრამ აი როდიდან დასმულად როდის შეიძლება მე-4 წლებში უკვე აშკარად ჩანს პრაენა პრაქართული ენა ჩანს და პრაქართველები რაც პრაქართულები ჩანს ხო და ეს მე-4 წლებში და მერე იწყება მე-3 წლებში სვანების დიფერენციაცია მერე ზანების დიფერენცია იწყება ხო და მეორე 1000 წლების შუა პერიოდში შეგვიძლია თქვა რომ დასრულებულია ეს პროცესი დაყოფის პროცესი დაყოფის პროცესი აი ზანები გამოიყვნენ თქვა აღმოსავლეთ აიწყებენ ხო რა თქმა უნდა გამოყოფს მაგრამ ჯერჯერობით მაინც უფრო დასაწყისში იქნებოდა დიალექტების დონეზე ხო დიალექტური განსხვავება მაგრამ ცალკე ენად ხო ზანური ჩამოყალიბდა ალბათ უფრო გვიან მოვიდა ამას ერთი 1000 წელი მაინც დაჭირდებოდა და ეს ალბათ მერე რო დასუფლად არეალურად შორდებიან ერთმანეთთან მით უფრო ჩქარდება ცალკე ენის გამოყოფა ხო და აი ასე ხდება ჩვენი წარმოშობა ესე ვიმეორებ არქეოლოგიითა და ენის მეშვეობით ჩვენ შეიძლება დავადგინოთ და რა თქმა უნდა თვითონ ისიც მე კვლავ უბრუნდები იმას რომ პალეოლითი, ზედაპალეოლითი ჰომო საპიენსი როცა წარმოიშვა უკვე გვარი ტომი ჩდება, უკვე ეთნოსი ჩდება, ხო? ეს დღევანდელი ზემო იმერეთი
ზემო იმერეთი, ეს ჩვენი წინაპრები ხო ვილაპარაკეთ ამაზე. არის საინტერესო ზღვისპირა ზოლში როგორი იყო ახლა აფხაზებზე კი რაღაცები მე ვიცი ახლა ივან ჯავახიშვილიც ფიქრობდა იმაჯანაშიას და ფიქრობდი ახლა ჩვენ ახლა ურა პატრიოტები არ ყმარა ჩვენ ახლა მეცნიერულიც უნდა ვიყოთ მეცნიერულიც ჩვენ აფხაზებს არ უნდა დაემსგავსოთ სტანისლავ ლაკოვებს და ბღაჟვებს და მაგებს ხო და ჩვენ ვიღარ კი საწყი ახლა გურიაში არის ტოპონიმები აფხაზურადიღური ტოპონიმები არის მე არის აქეთკენ კიდე აჭარის ტერიტორიაზე აქეთკენ კიდევ არის აი სინოპე მე დიდი პრობლემა არის ხათებთან ურთიერთობა მაგათი ნაცაობა ხათებთან რომლებიც საფუძველზე სუბსტრატი იყო ეთნიკური რომელზეც განვითარდა მე ხეთების სახელმწიფო და ცივილიზაცია არზიმბას ცნობილი ხო და არზიმბას მე პირადად ვიცნობდი კარგად ვიცნობდი და იმას რომ გაქანება ქონოდა ხო მაგას უნდა გაეკეთებია ეს ყველაფერი და ედგინა მაგრამ ზერელი პიროვნება იყო და მე რა ნაშრომი მამაზე მიძღვნილი აქვს მას რიტუალები იმაზე მაგრამ ეს უფრო მეტად სადოქტოროს მე ვესწრებდა და დაიცვა რაზე რიტუალებზე რაღაცა ეს რელიგიური და რიტუალები და ცერემონიები ხო და თვითონ ამას ვერ მოერია რომ აი ხათების პრობლემა მე კაშკების პრობლემა ზემოთ და აბეშლას პრობლემა და ეს და შემდგომ ეთნოგენეზი ვერც მოთხოვდი მე კარგად ვიცი რომ მე დიდი გახანების გაზი და მე პლუს მოწოდებით მეცნიერი არისო ეს იყო ნახევრად მეცნიერი და რომელმაც პოლიტიკური ასპარეზი რო გაეხსნა სულ წავიდა და რაც ცუდი როლი ითამაშა არა მარტო ჩვენ ისტორიაში მე მგონი თვითონ აფხაზების ისტორიაშიც საბოლოოდ მე მჯერა რომ ასე იქნება. ხო და ვიმეორე ხლა აფხაზების პრობლემა და მე მინდა რომ აი მოდი გავაკეთოთ დავიწყოთ რომ მოდი შევთავაზოთ დისკუსია აფხაზ ისტორიკოსებს. ბანოგნო მე მინდა სანამ ჩვენ აფხაზ ისტორიკოსებს შევთავაზებთ ეს ის საკითხია რომელზეც ჩვენი გადაცემა ისტორიანი საკმაოდ დიდ დროს უთმობს ხოლმე ამ პრობლემას. და მე მინდა რომ აი ახლო მომავალში მოგიწვიოთ საგანგებოდ მინდა აფხაზეთის საკითხზე ვისაუბროთ ჩვენ და განსაკუთრებით ვიცი რომ თქვენ ამზადებთ ახლა რეცენზიას აი ამ სახელმძღვანელოზე რომელიც არის და ძალიან კაი საქმეა რომ აი ამ რეცენზიის დონეზე ფაქტობრივად დავანახოთ საზოგადოებას თუ რას წერენ აფხაზები როგორ თქვა ამ შემთხვევაში არაისტორიული ფაქტებს. ამაშიც ესენი უმცროსი ძმები უნდათ, უმცროსი ძმობა ხო, უფროსი ძმებს რუსეთის და რუსებში პირდაპირ დოქტრინა პირდაპირ მედვედევის დროს კომისია შეიქმნა და ისტორია უნდა იწერებოდეს ისე, როგორც ჭირდება პოლიტიკას სახელმწიფოს. აი ეს არის სწორედ ამ და აფხაზებიც ასევე წერენ ისე, როგორც და რუსებიც ამაში მხარს უბამენ და ეს არა, ჩვენ უნდა ვეკამათოთ მეცნიერულად. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომაც მე აუცილებლად აღნიშნულ საკითხს ერთ გადაცემას მიუძღვნო და ახლავე ასე ვთქვათ, მინდა რომ შეგიპიროთ რომ მიიღებთ მონაწილეობას. მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიოს მსმენელებს შევახსენო რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ისტორიანი ჯავა სამუშის ერთად. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.